დღეს 8 მაისია ცივილიზებული სამყარო აღნიშნავს მე-20 საუკუნის ფაშიზმის დამარცხებას, რომელსაც შეეწირა 300,000 ქართველიც და ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, მაგრამ ამავდროულად გვახსოვს ყველას და ვაცნობიერებთ, რომ 21 საუკუნეშიც ფაშიზმის სცენი არ არის ამოძირკული, ის კვლავ ბობოქრობს და ბატონობს რუსეთში, რომელიც ამავდროულად არის იმპერიალისტური ძალა, ორივე ეს სცენი არის ისტორიის ანაქრონიზმი, მაგრამ ყველაფერი ეს ემუქრება დღეს საქართველოს, უკრაინას და თელს მსოფლიოს, ამიტომ თელს ცივილიზებულ სამყაროს, მათ შორის ქართულ საზოგადოებას, რა თქმა უნდა, უკრაინელ ხალხს ყველას ერთად გმართებს ერთიანობა ამ ისტორიული სცენის დღეს უკვე რუსული იმპერიული ფაშიზმის, ანუ რაშიზმის წინააღმდეგ ერთად საბრძოლველად, რათა ამ სცენმა ვერ შეძლოს გამარჯვება, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ ფაშიზმზე, დღევანდელ რაშიზმზე და დარწმუნებული ვარ, ამას უდიდესი მნიშვნელობა ექნება როგორც უკრაინისთვის, ისე საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, და საქართველოში არსებული სიტუაციის კარდინალურად შემოსატრიალებლად, ასევე მთელი მსოფლიოსთვის, მთელ მსოფლიოში რეალური მშვიდობისა და განვითარების პროცესის ახლებურად დასაწყებად. ეს ერთი საკითხი, რომელიც მინდოდა მეთქვა და მეორე, ყველანი კარგად ხედავთ, რომ ამ კვირას საქართველოში მძვინვარე მოღალატე კრიმინალთა რეჟიმისთვის საკმაოდ მძიმე კვირაა საერთაშორისო ასპარეზზე, მათ განიცადეს სერიოზული მარცხები. პირველ ყოვლისა მინდა ვახსენო ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში, კონგრესში მეგობარი აქტის მიღება და ამტკიცება ორპარტიული დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიის აბსოლუტური უმრავლესობის წარმომადგენელთა მხარდაჭერით. ეს კანონპროექტი უკვე გადაგზავნილია სენატში შემდგომი პროცედურებისათვის და რა თქმა უნდა ის იქნება მიღებული და პრეზიდენტ ტრამპის მიერ ხელმოწერილი, რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ამ მატყუარა მოღალატეთა რეჟიმმა, რომ თურმე იქ რაღაცა deep state-ი იმას და ამას ებრძვის და ჯო ვილსონია deep state-ი თუ დონალდ ტრამპი ამარცხებს თუ ვერ ამარცხებს, თავიდან ამბობდნენ, რომ საერთოდ არ მოხდებოდა ამ კანონპროექტის განხილვა, ეხლა ეს ყველაფერი რეალობაა. ასევე ჩვენ დავინახეთ სანქციები ამ მოღალატე კრიმინალთა მაფიოზური ბანდის წარმომადგენელთა მიმართ და გაკეთებული ასევე ანონსები სანქციებთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ კრიმინალურ რეჟიმთან ქართველი ხალხის მშვიდობიანი ბრძოლის წარმატებით დასასრულებლად და კიდევ ერთი კარგი ამბავი საქართველოსთვის, ევროპისთვის და ცუდი პრორუსი მოღალატეთა რეჟიმისთვის. გერმანიაში არჩეული იქნა ფრიდრიხ მერცი გერმანიის კანცლერად. ის წარმოადგენს გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიულ პარტიას, რომლის კოალიციის საერთო ევროპული ოჯახის წევრებიც ვართ ნაციონალური მოძრაობა. მასთან ცოტა ხნის წინ შეხვედრა ჰქონდა ჩვენს თავმჯდომარეს დინა ბოკუჩავას და საფუძვლიანი საუბარი საქართველოსთან დაკავშირებით, ისე როგორც ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან და ფრიდრიხ მერცი აპირებს ძალიან ენერგიულად იმუშაოს, მათ შორის უკრაინის დახმარების კუთხით და ევროპაში დემოკრატიული პროცესების განვითარების მიმართულებით, მათ შორის მან და მისმა პარტიამ ხმა მისცა ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციას, ბოლო რეზოლუციას, რომელიც ესპანეთში იქნა მიღებული, სადაც ხაზგასმით მკაფიოდ არის ახსენები საქართველოს პრობლემები და მოითხოვს სახალხო პარტია, რომ ყველა პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილის თამადობით იქნას
გათავისუფლებული, რომ ამ პრორუსულმა რეჟიმმა ჩაატაროს მისცეს საშუალება ჩვენს ქვეყანას ჩატარდეს ნორმალური არჩევნები, მან კი არ უნდა ჩაატაროს, არამედ უნდა ჩაატაროს ნორმალურმა ადმინისტრაციამ, ნორმალურმა საარჩევნო კომისიამ, ნორმალურ ვითარებაში და ეს არის ქართველი ხალხის ამოცანა და მიზანი და ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას, ჩვენს სახელმწიფოს მიეცეს საშუალება დაბრუნდეს ევროპული განვითარების გზაზე, რათა გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრი. ასე რომ ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმის წარმომადგენლებს მგონიათ, რომ მათი კრიმინალური ქმედებები ვინმესთვის შეუმჩნეველია, ამერიკაშიც, ევროკავშირშიც ამჩნევენ ამ ყველაფერს და მას შემდეგ, რაც ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, ეს აუცილებლად მოხდება, მგონიათ, რომ ისინი მუდმივად იქნებიან ხელისუფლებაში, აუცილებლად მოუწევთ მათ მიერ ჩადენილი საქართველოს სახელმწიფოს და კონსტიტუციის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისგება. რა გავლენას აქვს ბატონ გიორგი მეგობარი აქტი საქართველოს და ამერიკას შორის ურთიერთობების გადაწყვეტაზე? მეგობარი აქტი არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომლის მიღება სამწუხაროდ საჭირო გახდა ჩვენი პარტნიორებისთვის, რათა გამოეგზავნათ ამ პრორუსი, პროჩინური და პროირანული მოღალატური რეჟიმისთვის ძალიან მკაფიო სიგნალი, რომ რა თქმა უნდა არანაირი გადატვირთვა ამ კრიმინალების რეჟიმთან არ მოხდება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ერთადერთი როდესაც გადატვირთვა და რეალური ნორმალური ურთიერთობები აღდგება, ეს იქნება მაშინ, როცა ეს მაფიოზური ბანდა, როგორც ამ კრიმინალების და მოღალატეთა ბანდას უწოდა ჯო ვილსონმა, აღარ იქნება ხელისუფლებაში და ეს აბსოლუტურად მკაფიო, რადგანაც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და ყველა კარგად ამჩნევს ამას ამერიკაშიც და თელს დანარჩენ მსოფლიოში, რომ ივანიშვილის ბანდამ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია უხეშად, მისი 78 მუხლი, რომლის თანახმადაც ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ვალდებულია იმუშაოს და გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველო გაწევრიანდეს ნატოსა და ევროკავშირში. ყველა კარგად ხედავს რა დიქტატორული რეჟიმი არის ჩამოყალიბებული საქართველოში, როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები, როგორ ყავს პოლიტპატიმრები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანადობით, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იბრძვიან საქართველოსთვის, მათ უნდათ საქართველოს მშვიდობა, კეთილდღეობა ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში თანასწორ უფლებიანი წევრობა, ამ ოჯახის წევრად გახდომა, როგორ გააყალბა სისტემურად ამ რეჟიმმა არჩევნები და აქვს უზურპირებული ხელისუფლება. ამიტომ ბუნებრივია ცივილიზებული სამყარო არ მოითმენს ასეთ ვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში, ისრაელში, ღაზაში და ახლა უკვე სამწუხაროდ ინდოეთ პაკისტანს შორის არის ომი, საქართველო მაინც რჩება ყურადღების ცენტრში ჩვენი მეგობრებისა, ჩვენი მეგობრები, მინდა ასევე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, სხვა ცივილიზებული სახელმწიფოები აგრძელებენ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დროებით ოკუპაციის შედეგად ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა გადაუხადო ამისათვის და სწორედ ამ პოლიტიკის წყალობით არის, რომ საქართველოს ძირძველი მიწები რუსების მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთი და სამაჩაბლო არ არის აღიარებული როგორც ეს რუსეთს უნდა ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ამიტომ ქართველი ხალხის ბრძოლა რა თქმა უნდა გაგრძელდება, მეგობარი აქტი მათ შორის არის მხარდაჭერა ქართველი ხალხისა, ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მიმართ მხარდაჭერა, ვისაც უნდა საქართველოს ცივილიზებული განვითარება, დემოკრატიული განვითარება, საქართველოში ჭეშმარიტი მშვიდობა, საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანება, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება, რასაც
გვეუბნება საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლიც, რომელსაც ეს მოღალატეთა რეჟიმი უხეშად არღობს. მეგობარად გამოეხმაურა ევროკომისიის პრესამსახური თქვენს რომ ეს ნიშნავს იმას რომ საერთაშორისო ქვეყნები აგვირდებიან საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და იმას რომ საქართველოს ხელისუფლება არ იქცევა ისე როგორც ელოდებიან ამას კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისგან. პირველ რიგში ეს რომ შეაფასოთ ეს განცხადება და მეორე გამოეხმაურა მართველი გუნდი და თქვა რომ ის რაც ჩრდილოანმა ძალებმა დაიწყეს ამერიკაში ეხლა გრძელდება უკვე ევროკავშირში და იყენებენ ჰიბრიდული საინფორმაციო ომისთვისო მეგობარ აქციას საუბარი. რამდენად რელევანტურია ოცნების ეს განცხადება. პირველ რიგში გითხრათ ევროკავშირის პრესამსახურის შეფასება მეგობარებთან. როგორც უკვე გითხარით, მიუხედავად სოფლიოში არსებული საკმაოდ მძიმე მდგომარეობისა, რამდენიმე ომისა, საქართველოს კვლავ რჩება ჩვენი მეგობრების ყურადღების ცენტრში, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ევროკავშირში და მადლობა ამისთვის მათ, რომ ისინი არ ივიწყებენ საქართველოს, ისინი არ ტოვებენ ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას და უდგანან ჩვენს ხალხს გვერდით ამ მძიმე ჟამს, როდესაც ქვეყანაში ბატონობს და უზურპირებული აქვს ხელისუფლება მოღალატე კრიმინალთა ბანდას, ან მაფიოზურ ბანდას ივანიშვილის მეთაურობით და ბუნებრივია, ყველა კარგად ხედავს, რომ ეს ბანდა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლს, რომელიც კაფიოდ მოითხოვს ყველა სტრუქტურისგან, სახელმწიფო ყველა შტოსგან, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი, რაც მოლაპარაკებები და ეს პროცესი ვთქვათ უკვე ღიად გაცხადებულად არის შეჩერებული, ეს პრინციპში დიდი ხანია ეს პოლიტიკა ხორციელდება, მაგრამ ეს ამ ბანდის წარმომადგენლება ღიად განაცხადეს, ამიტომ ბუნებრივია, ევროკავშირი შეშფოთებულია, რადგანაც მათ აღელვებს საქართველოს ბედი, რადგანაც მათ უნდათ, რომ საქართველოში იყოს ნამდვილი მშვიდობა, ნამდვილი ცივილიზებული დემოკრატიული სტაბილური განვითარება, ის განვითარება, რომელსაც მოაქვს ნებისმიერი ცივილიზებული ერისთვის ის კეთილდღეობა და პროგრესი, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის და მადლობა მათ ამისთვის, რომ საქართველოს არ ივიწყებენ. რაც შეეხება საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ ამ დამოკიდებულებას ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ და იმ აბსოლუტურად თით და გამოწვეულ მორიგ ბოდვით განცხადებებს, რომელიც მოვისმინეთ ამ რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ არაადეკვატურობას, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ისინი საერთოდ მოწყვეტილი არიან ქართულ საზოგადოებას, მოწყვეტილი არიან რეალობას და რაღაცა მოგონილ ქიმერებს აბსოლუტურად შეთხზულ ხავს ეპოტინებიან, არც იციან ვინ დაასახელონ, რაღაცა გამოიგონეს, რომ მათი მტერი არის deep state და თურმე ამ deep states ებრძვიან არადა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვინც ამ თემებზე საუბრობს და ვინც არ საუბრობს, ყველა ორივე პარტია, როგორც დემოკრატიული რესპუბლიკური პარტია, არის მეგობარი აქტის ავტორი და მეგობარი აქტის აბსოლუტური უმრავლესობით მიმღები. აქედან გამომდინარე ძალიან საცოდავად გამოიყურება ივანიშვილის ამ მოღალატე კრიმინალთა ბანდის წარმომადგენლების ეს უსუსური განცხადებები. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ქართული ოცნება ამბობს, რომ მეათე საიუბილეო გამარჯვებას მოიპოვებს და ოპოზიციას არ გააჩნია არანაირი რესურსი არც მონაწილეობის არჩევნებში და მით უმეტეს არც გამარჯვების. როგორ ფიქრობთ, რა რესურსი აქვს ოპოზიციას იმ შემთხვევაში, თუ რაღაც რაკოვი ნაწილი მაინც შესაძლოა მიიღოს მონაწილეობას? გამორიცხული არ არის. იმასაც ამბობენ, რომ ოპოზიცია იმზადება არჩევნებისთვისო და რეგიონებში უკვე მზადებას არის პაპუაში მათქობუში. რაც შეეხება არჩევნებს, სამწუხაროდ ისე როგორც ბელორუსიაში და რუსეთში ამ ივანიშვილის მოღალატე კრიმინალთა ბანდამ არჩევნები როგორც ასეთი საქართველოში უკვე კარგახანია, როგორც მინიმუმ 2018 წლიდან გააუქმა და საქართველოში ტარდება სპეცოპერაცია, რომელსაც არქმევენ არჩევნებს. შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობა არ აპირებს ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას და დარწმუნებული ვარ, არც ერთი დემოკრატიული, პროტესტაული, ნორმალური პოლიტიკური ძალა
არ მიიღებს ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას. რაც არ უნდა არ ილაპარაკოს ამ მოღალატეთა რეჟიმის წარმომადგენლებმა, ჩვენ არ ვაპირებთ მათი გეგმით თუ მათი გრაფიკით თუ მათი სქემით ვიმუშაოთ, ჩვენ ყოველთვის ვამხელდით და ახლაც ვაპირებთ ვამხილოთ ამ რეჟიმის კრიმინალური საქმიანობა და ვუწოდოთ ყველაფერს ის სახელი, რაც ეკუთვნის საქართველოში ამ ბოლო დროს, მით უმეტეს ბოლო არჩევნებზე არ ჩატარებულა არჩევნები, ჩატარდა სპეცოპერაცია და იგივე სპეცოპერაციის ჩატარებას აპირებს ადგილობრივი არჩევნების სახით ეს მოღალატეთა რეჟიმი. ამიტომ ჩვენ ვამხელდით მათ და მომავალშიც ვაპირებთ, რომ ვამხილოთ აუცილებლად და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეს ბრძოლა, მშვიდობიანი ბრძოლა, ქართული საზოგადოების მშვიდობიანი ბრძოლა, სიმართლით ბრძოლა და მტკიცე ბრძოლა, პრინციპულობა, გამძლეობა, მოთმინება აუცილებლად თავის შედეგს გამოიღებს და ქართველი ხალხი მშვიდობიანად შეძლებს, რომ ეს მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმი მოიცილოს ხელისუფლებიდან. თუმცა ყველა პარტია, ოპოზიციური პარტია ერთ აზრზე არ არის, ხო ხედავთ, რომ საზღვაო სხვადასხვაობა არის, სხვადასხვა მოსაზრებების გამოთქმა უხეშად რო თქვა პირისპირად შეიძლება ითქვას, როგორ ფიქრობთ, რესურსი თუ აქვს ამ შემთხვევაში და ოპოზიციას უნდა უშუალოდ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ თვლით, რომ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ არავისთან დაპირისპირებული არა ვართ, ჩვენ გამოხატავთ ჩვენს აზრს, ჩვენს პოზიციას, ნაციონალურ მოძრაობას აქვს თავისი მკაფიო დამოკიდებულება ყველა მოვლენისადმი ქვეყანაში და აქედან გამომდინარე ვერავინ ვერ შეგვეკამათება ვერც ერთი ნორმალური პოლიტიკური ძალა, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ამ მოღალატეთა რეჟიმმა ჩაატარა არჩევნების ნაცვლად სპეცოპერაცია და ასევე ადგილობრივი არჩევნების დროს აპირებს ჩაატაროს სპეცოპერაცია და არა არჩევნები. შესაბამისად, რომ იყოს ქვეყანაში ნორმალური პირობები, ნორმალური ხელისუფლება, ნორმალური CSKO, SUSI, პოლიცია, პროკურატურა, შავი ფული, კრიმინალური სამყარო არ ყავდეს ჩართული ამ მოღალატეთა რეჟიმს ამ საარჩევნო პროცესში, რა თქმა უნდა, დემოკრატიული პროტესტული ოპოზიციური ძალები დიდი უპირატესობით მოიგებდნენ როგორც საპარლამენტო არჩევნებს, ისე ნებისმიერ სხვა არჩევნებს, მათ შორის ის რაც უნდა ჩატარდეს წესით ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, სამწუხაროდ ქვეყანაში არჩევნები გაუქმებულია და არჩევნების ნაცვლად ეს კრიმინალთა და მოღალატეთა რეჟიმი ატარებს სპეცოპერაციას, რაშიც მონაწილეობა არც ერთმა ნორმალურმა პატრიოტულმა დემოკრატიულმა პარტიამ არ უნდა მიიღოს. ეს არის ჩვენი აზრი. ჩვენი პოზიცია გითხარით, ეხლა დანარჩენი დასკვნები თქვენთან გავაკეთებთ. ახალი არჩევნები რომს ჩატარდეს, ოპოზიციას შანსი აქვს მაინც დამარცხდება და ეს რომ შევაფასოთ. ვინ არის ცოტნე კოპერიძე არის მე რატო უნდა გავაკეთო ასეთ განცხადებებზე რაიმე კომენტარი ვინც რაღაც განცხადებას გააკეთებს ტელევიზორში ყველაფერზე ჩვენ უნდა გავაკეთოთ კომენტარი თქვენი აზრით ჩვენი პოზიცია უკვე მოგახსენეთ ამ არაფასებთან განცხადებას ერთი წამი იპასუხეთ ის რომ არც ახალი არჩევნები ჩატარდება და ოპოზიციას შანსი არ აქვს მაინც ვერ გაიმარჯვებს, ඒ როგორ შეაფასებთ ამ იპასუხეთ უკვე რომ ცალკეული ადამიანების ტელევიზიით თუ Facebook-ზე თუ სადღაც მინდრას გააკეთებს განცხადებას ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე კომენტირებას ჩვენი პოზიცია ნაციონალური მოძრაობის პოზიცია რაც არის ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებთან დაკავშირებით ანუ სპეცოპერაციასთან რომლის ჩატარებასაც ადგილობრივი არჩევნების დროს აპირებს ეს მოღალატე კრიმინალთა რეჟიმი უკვე მოგახსენეთ. ძლიერი საქართველოსა და გახარიას პარტიაში ამბობენ რომ ემსადებიან არჩევნებს თუმცა არა კონკრეტებენ თავდამსახ ჰორიზონტზე რაც ჩანს ერთადერთი არჩევნები არის თვითმმართველობის არჩევნები. მე მაგალითად თქვენს პარტიაში საუბრობთ რომ არ მიიღებთ მონაწილეობას და არც მზაობაზე მომზადებაზე არ საუბრობთ.
რომ შეაფასოთ ეს ვებსაიტებით მათი განცხადებები და შემთხვევაში ისინი მიიღებენ მონაწილეობას, თქვენ რა პოზიცია გექნება? მოგახსენეთ, ნაციონალური მოძრაობის პოზიცია დაანჩენი კითხეთ სხვა პარტიებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიოდ ჩამოყალიბებული აზრი და რაც უკვე ძალიან ცლად მოგახსენეთ ამასთან დაკავშირებით. ტაივანის კითხვა გუშინ ამერიკის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში ბომბების არსებობაზე განცხადება რო გააკეთა. აი საელჩოს ასეთი ინფორმაციას ზოგადად იშვიათად ავრცელებს. ასეთი საფრთხის არსებობის შემთხვევაში შეატყობინებდა თუ არა ამერიკის საელჩო ჯერ უსაფრთხოების სამსახურს და შემდეგ გაავრცელებდა საჯაროდ ამ ინფორმაციას, რადგან განცხადებები ურთიერთი გამომრიცხავია, რა კითხვები გააჩინა, რაზეც უნდა გქონოდა პასუხი და თქვენი აზრით იყო თუ არა სუსის განცხადება პოლიტიკური მოტივით დაპირისპირება საელჩოსთან. ამის შემდეგ გაავრცელა უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება, რომ ჯერ ჩვენთვის უნდა შეეტყობინებინაო ამერიკის საელჩოს და შემდეგ უნდა გაესაჯაროებინაო ეს პოსტითო საჯარო სივრცეშია. აი თქვენი აზრი რა იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით? ჩვენ ყველანი ვადევნებთ თვალყურს სამწუხარო პროცესს ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს ხელისუფლებაში არის მოკალათებული და უზურპირებული აქვს ხელისუფლება რუსეთის მეხუთე კოლონას, რომლის ამოცანა არ არის ქართული სახელმწიფოს სიძლიერე, რომლის ამოცანა არ არის ქართული სახელმწიფოს მშვიდობიანი განთლიანება, რომლის ამოცანა მოღალატეთა რეჟიმის ამოცანა არ არის საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება, შესაბამისად მისი სტრუქტურები არ მოქმედებენ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად, არ მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის და ქართული ხალხის ინტერესის შესაბამისად, მათ შორის არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საკვანძო სტრუქტურა მოღალატე კრიმინალთა ბანდისა, ეგრეთ წოდებული სუსი, რომელიც უნდა იცავდეს საქართველოს უსაფრთხოებას, იცავდეს ქართული ხალხის უსაფრთხოებას, ამის ნაცვლად ისინი დაკავებული არიან ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობით, ისინი ღიად და პირდაპირ თანამშრომლობენ, მათ ოფიციალურად აქვთ ხელმოწერილი ბელორუსთან, ბელორუსის კგბ-სთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება, ანუ FSB-სთან, საქართველოს მტერთან, რადგანაც ბელორუსის კგბ FSB-s ფილიალია, აი ესე ღიად თანამშრომლობენ და არც ხვენია და არც თაკილობენ ამას. ამიტომ ბუნებრივია, როგორც ქართულმა საზოგადოებამ დაკარგა ნდობა ამ სტრუქტურისა და სხვა სტრუქტურების მიმართ ამ მოღალატე კრიმინალთა ბანდისა, ისევე ჩვენმა პარტნიორებმაც, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩემთვის გასაგები იყო, რაც მოხდა გუშინ, რატომ გაავრცელა საელჩომ განცხადება და არა უსაფრთხოების სამსახურმა, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას და საზოგადოების უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს და ნათელია დამოკიდებულება ჩვენი ყველა ცივილიზებული პარტნიორისა ამ რეჟიმის მიმართ და ეს თუ ამერიკის შეერთებულ შტატებზე ვსაუბრობთ, ასევე ძალიან მკაფიოდ არის გამოხატული იმ მეგობარ აქტში, რომელსაც სულ 2 დღის წინ ხარი დაუჭირა ამერიკის შეერთებული შტატების ორივე ძირითადმა პარტიამ, როგორც დემოკრატიულმა, ისე რესპუბლიკურმა მმართველმა პარტიამ. შესაძლო განაღლვის შესახებ ოპოზიცია მაინტერესა ეს თემა. სხვა ინფორმაცია რატო გახდა ოპოზიციის დღის წესრიგი? სიცრუე, სიყალბე და ტყუილი არის აი ამ რეჟიმის წარმომადგენლების იარაღი, აქაც არის მიკროფონები წარმოდგენილი, მაგალითად TV ნადეჟდასი და აი ამ პოსტივის, რომელიც არ წარმოადგენს მედიას და ტყუილი სწორედ არის ამ რეჟიმის იარაღი. ტყუილით მოვიდნენ ხელისუფლებაში და ტყუილით არსებობენ. მოტყუებით, ინსინუაციებით, დაბრალებებით, ცილისწამებებით არსებობს ეს რეჟიმი და ინარჩუნებს ხელისუფლებას, გარდა იმისა, რომ იყენებს მის ხელთ არსებულ შავფურს, კრიმინალურ სამყაროსთან თანამშრომლობას და ყველა იმ ბერკეტს, რომელიც მათ გააჩნიათ. ამიტომ ამ რეჟიმის მეხოთბეების მხრიდან სიცრუეზე, ოპოზიციაზე საუბარი არის უბრალოდ სასაცილო. რატომ აიტაცა მაშინ? რატომ აიტაცა ოპოზიცია? გადაუგოწმება ამით უმეტეს. თან არაერთი ზარი ყავს. უკვე გაგეცეთ პასუხი, რომ სიცრუე, სიყალბე, ცილისწამება
და ინსინუაცია არის ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმის ბანდის და მისი პროპაგანდისტული, რუსული პროპაგანდისტული საშუალებების იარაღი, რითაც არის TV ნადეჟდა და პოსტივი, რომლის მფლობელები არიან დასანქცირებულები, დაკავებული მთელი ამ წლების განმავლობაში. პარლამენტის ახალი რეგლამენტი რო შევაფასოთ, რეგლამენტის მიხედვით ან მინისტრის საათი გაუქმება და პარლამენტის წევრებს შეეძლებათ, რომ როცა მომდებათ, მაშინ მოიწვიან მინისტრი სესიაზე და გააკეთოს გაფრთხილებები მინისტრმა და საქართველოში არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ორღობის რაღაცა თავყრილობა მისი მონებისა საქართველოს მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდის მიერ შეთითხნილი რაღაცა თავყრილობა და ბუნებრივია მათ შეუძლიათ როგორც საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლი გააუქმეს, როგორც ქვეყანაში მთლიანად დემოკრატია გააუქმეს, როგორც გააჩერეს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პროცესი, ისე გააუქმონ სხვა ყველაფერი. სამთავრობო საათი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა ის ნორმალური პროცესი, რაც ნორმალურ პირობებში, ნორმალურ პარლამენტში უნდა მიმდინარეობდეს. ეს აუცილებლად აღდგება, როდესაც საქართველოს ეყოლება ლეგიტიმური პარლამენტი და ლეგიტიმური მთავრობა. ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკო მანაგაძე დაწერა ცელი განცხადება ამბობს ასეთ რამეს. ისი, პეტროვად? ნიკო მანაგაძე აქციების თავზე რაც მიმდინარეობს ერთ-ერთი ორგანიზატორი არის. მე როგორც გითხარით, ხა სხვადასხვა ადამიანის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აქ ოფიციალურად, როდესაც ნაციონალური მოძრაობის პოზიციაზე ვსაუბრობთ, კომენტარებს ვერ გავაკეთებ. კითხოს დავასრულებ და უკვე გაგეცით პასუხი, რომ სხვა ადამიანების რა სხვა რამეზე ვიღაცა ადამიანის სადღაც ნათქვამს აქ ვერ შეგიფასებთ. არა, გაცნობა შეაფასოთ, არა, სხვა რამეს ვამბობ. უბრალოდ ერთ-ერთი აქტივისტი საუბრობს იმ თემაზე, რაც უნდა გითხოთ და ამას გეუბნებით. ნიკო მანაგაძე ამბობს ესეთ რაღაცას. კიდევ ერთხელ გელაპარაკებით, სხვის ნალაპარაკების კომენტარებს არ გავაკეთებ. აი თემას გეტყვით, გუშინ იყო დაგეგმილი აქცია ქართული ოცნების ხმელობასთან ერთად სამხალხო აქტივისტების, თუმცა ეს აქცია ვერ შედგა. ამას მოჰყვა თავად აქციის ორგანიზატორების მხრიდან და მხარდაჭერების მხრიდან უარყოფითი შეფასებები, რომ ვერ შეძლეს მობილიზება. ერთ-ერთი იყო მათ შორის ნიკო მანაგაძე, რომელმაც თქვა და განაცხადა ეს რაღაცა, რომ ბევრი იქნება თამაშის მონაწილე, რომელსაც არსაით მივყავართო. თქვენ როგორ შეაფასებთ აი ამას? შესუსტდა თუ არა ეს პროტესტი, ანუ რესურსი ამოიწურა თუ არა, ეს რო გითხრათ? გიპასუხეთ. კიდე გაქვთ რამე შეკითხვა? არ მიპასუხეთ, რომ მიპასუხეთ. გიპასუხეთ, რომ სხვადასხვა ადამიანების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე აქ ნამდვილად არ გავაკეთებ კომენტარს. ხოლო რაც შეეხება ვინ მოახერხა შეკრება და ვინ არა, თქვენ იმათ უნდა გკითხოთ, ვისაც ჰქონდა დაგეგმილი აქცია. საპროტესტო მუხტი როგორ? ბატონო? საპროტესტო მუხტი იკლებს? არავითარ შემთხვევაში საპროტესტო მუხტი ქვეყანაში არ დაიკლებს, იმიტომ რომ რაც არ უნდა სამწუხაროდ მძვინვარებდეს ეს მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმი, რაც იწვევს ქვეყნიდან უამრავი ადამიანის გადინებას, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანია, ვინც საღად აფასებს პროცესებს, ვისაც კიდევ მეტი ჭირდებოდა თქვათ, რომ დაენახა ამ რეჟიმის მოღალატური ბუნება და სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხედავს, რაც ხდება ქვეყანაში, როგორც მოქმედებს ეს რეჟიმი, რომ თავიდან ბოლომდე ყველაფერი ტყუილი იყო, რაც ილაპარაკა 2011-12 წლებში ბიძინა ივანიშვილმა და ყველაფერში მოატყუა, ყველაფერში გადააგდო ქართველი ხალხი და უფრო შორს წავიდა, რომ ის რაც ჰქონდა მონაპოვარი, ის რაც ჰქონდა ის რაზეც უნდა დაშენებულიყო შემდგომი საქმიანობა და ქვეყნის მშენებლობის პროცესი წინ წასულიყო, იმის მგრევა მიდის მეთოდურად, მიზანმიმართულად, კერძოდ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესი, საქართველოს დემოკრატიული განვითარება, იგივე რაც გასაკეთებელი იყო, დასამთავრებელი იყო სასამართლო რეფორმა, წინ წასვლის ნაცვლად უკან წავიდა. აქედან გამომდინარე, ყველანი კარგად ხედავს ქვეყანაში რაც ხდება, კორუფცია მძვინვარებს, ქურდული სამყარო, კრიმინალური მენტალიტეტი, ყველაფერი ეს სულ უფრო და უფრო მეტად აწუხებს ჩვენი საზოგადოების უფრო და უფრო მეტ ადამიანს და ამიტომ ეს პროტესტი, მშვიდობიანი პროტესტი არ ჩასხრება არავითარ შემთხვევაში, ეს პროტესტი სხვადასხვა ფორმებით, რა თქმა უნდა, ზოგჯერ შეიძლება მეტი ადამიანით, ზოგჯერ შეიძლება ნაკლები ადამიანით,
აუცილებლად გაგრძელდება და ქართველი ხალხი მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე ბრძოლით აუცილებლად იმ საერთო კონტექსტიდან გამომდინარე, როდესაც რუსული ფაშიზმი, ანუ რაშიზმიც დამარცხებისკენ წავა და ეს პროცესი მიდის ევროპისა და ამერიკის ერთობლივი ბრძოლით, უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლის შედეგად აუცილებლად ეს რეჟიმიც საქართველოში რუსული მეხუთე კოლონას აუცილებლად დამარცხდება. დაიტოვეს ხელმძღვანელების მხრიდან, რომლებიც აქამდეც აორგანიზებდნენ და სხვა დროს იკრიბებოდნენ ხოლმე და გუშინ ვეღარ მოხდა ეს დამოუკიდებლად, ვეღარ შეძლეს. შეკრება ხაზგასმული იყო, რომ წელიწადში და რამდენიმე წელში ერთხელ იკრიბებიანო და აუცილებლად მისულიყავი და გაგვეპროტესტებინა მართველი გუნდის ქმედებებიო. კი, პასუხი მოისმინეთ. სიხილე ჩემ პასუხი. სალომე ზურაბიშვილი გეკმავს 26 მაისს. ვის აი ეს რო შევაფასოთ მის ის რო გეკმავს თავად 26 მაისს, ვის შეიმჩნევა ის და რამდენად სწორი არის ეს, როდესაც აი ამ ხელა დღესასწაულის მისაკუთრება. 26 მაისი არის ქართველი ხალხისთვის უდიდესი დღე, ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ჩვენი სამშობლოს და ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღე, რომელიც არის ყველა ნორმალური ქართველის, ყველა პატრიოტის, ამიტომ ჩვენ ამ დღეს ყველანი ერთად ვიზეიმებთ, ყველას აქვს უფლება თავისი ინიციატივა ქონდეს, თავისი აზრი ქონდეს, ამ ზეიმს ვერც ნაციონალური მოძრაობა, ვერც რომელიმე სხვა პარტია ვერ მიისაკუთრებს და არც მიისაკუთრებს, ამას ვერავინ ვერ მოახერხებს, სხვა პოლიტიკური ძალები, სხვა პოლიტიკური ლიდერები, რა განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს, ჩვენ ყველა ნორმალურმა პატრიოტმა ქართველმა ეს დღე ერთიანად, ერთად უნდა აღვნიშნოთ ის დღე, რომელიც არის ნაყოფი ჩვენი წინაპრების მრავალი თაობის ერთობლივი ბრძოლისა, ოფლისა და სისხლის ღვრისა, თავისუფლებისთვის ბრძოლისა და 26 მაისი არის სიმბოლო იმ დიდი გამარჯვებისა, რასაც საქართველოს თავისუფლება ქვია, რასაც საქართველოს დამოუკიდებელი თანამედროვე იმ დროისათვის სახელმწიფოს შექმნა ქვია და დღესაც ამ დღეს ყველა პატრიოტი ქართველი ერთნაირად აღვნიშნავთ. ყველა შეუძლია კონდეს თავისი მოსაზრება, ყველა შეუძლია კონდეს თავისი რაღაც კერძო ინიციატივა, მაგრამ ეს ზეიმი არის ყველასი, ყველას საერთოა და ბუნებრივია, ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ და ასეც მოხდება კიდევაც. ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ, ბატონო გიორგი ამბობს, თუმცა სალომე ზურაბიშვილი რუსთაველზე აპირებს თავისი 26 მაისის გამარჯვებას, ქართული ოცნება კი პრეზიდენტის სასახლესთან. აი ეს როგორ არის ერთად როგორ ვზეიმოთ ამ შემთხვევაში? მე როცა ვსაუბრობ საქართველოს თავისუფლებაზე, ვსაუბრობ ყველა იმ ადამიანზე, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს თავისუფლების იდეა და არა ოკუპანტი რუსეთის მეხუთე კოლონის მიერ დაგეგმილ რაღაც ღონისძიებებზე, რომლებიც საქართველოს თავისუფლების იდეასაც ღალატობენ, საქართველოს ეროვნულ ინტერესებსაც ღალატობენ საქართველოს კონსტიტუციას, იმას, რაც კერძოდ და ძალიან მკაფიოდ წერია კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებში, მათ შორის 78 მუხლში, ამიტომ ბუნებრივია ერთ მხარეს არის მოღალატე კრიმინალთა ბანდა, ეს მაფიოზური ბანდა და მეორე მხარეს არის მთელი ქართველი ერი, აბსოლუტური უმრავლესობა ქართული საზოგადოებისა, რომელიც აღნიშნავს რუსთაველის გამზირზეც, რომელიც აღნიშნავს თბილისშიც, ბათუმშიც, ზუგდიდშიც, თელავშიც, ყველა საქართველოს ყველა ქალაქსა და ყველა სოფელში განურჩევლად, ვინსად იმყოფება ყველანი ერთად, შევძლებთ ქუჩაში გამოსვლას, ვერ შევძლებთ ქუჩაში გამოსვლას, ყველანი ერთად, ვინც პატრიოტია, მე პატრიოტ ადამიანებზე ვსაუბრობ, ყველანი ერთად აღნიშნავთ, გულით აღნიშნავთ საქართველოს თავისუფლების დღეს.